ახლა კი ბათუმი და იქ სადაც დაიწყო დაკავებების სერია ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია რომ 10 აქტივისტი არის დაკავებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მათ შორის არიან ციალა ქათამაძე, ვაჟა დარჩია, მათე ცენტერაძე და ყველაფერი დაიწყო ეს დაკავებების სერია მას შემდეგ რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციელს ტანსაძმელზე სტიკერი მიაწება წარწერით გაიფიცე, რასაც უკვე მოყვა დაპირისპირება ამ დროისთვის აქციის მონაწილეები შეკრებილები არიან პოლიციის მმართველოსთან და იქ აქცია გრძელდება. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ ამ კადრებს და როგორც კი ჩვენი ჟურნალისტი მზად იქნება თია ვაშალომიძეს ჩვენ რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. მას ასე ბათუმში დაიწყო დაკავებების სერია ამ წუთებში აქცია პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარეობს, სადაც გადაყვანილი ყავთ დაკავებულები და ჩვენი კორესპონდენტი თია ვაშალომიძე არის უკვე მზად რომ ჩაგვერთოს ჩვენ ბათუმის აქციიდან. თია, რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ვინ არიან დაკავებულები და რის გამო რომ გითხრა? დიახ, ნინო ხმაური ამ წუთებში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც 55 დღეა აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს. მათ თავდაპირველად მსვლელობა მოაწყვეს ბათუმის ქუჩებში და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აქციის ერთ-ერთი წევრი დააკავეს გოგო, რომელიც გადმოიყვანეს აჭარის პოლიციის სამმართველოსთან და ამის შემდეგ გადაწყვეტეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომ მოსულიყვნენ აჭარის პოლიციის სამმართველოსთან. სწორედ აქ პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირების გამო დააკავეს აქციის წევრები, ესენი არიან ორგანიზატორები აქციის, ჩემი ინფორმაციით, ესენი არიან პოლიტიკური პარტია ლელოს წევრი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე, რომელიც პროტესტის დაწყების დღიდან აქციებში მონაწილეობს ბათუმში. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით აქ მყოფ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ ამ დაკავების ფაქტს. აკაკი, რო გითხრა, რა მოხდა, რატომ დააკავა პოლიციამ ეს ადამიანები და თქვენ რას აპირებს, თქვენი ნაბიჯები რა იქნება? ყველას უნდა ესმოდეს, რომ რაც აქ მოხდა, ეს იყო სრული განუკითხაობა. ადამიანები დააკავეს იმისთვის, რომ აქ დააკრეს სტიკერი, რომელზეც არაფერი შეურაცხყოფელი არ ეწერა, მხოლოდ გაფიცვისკენ მოწოდება იყო და ამის გამო დააკავეს ადამიანები. თქვენ თქვით ციალა დააკავეს, ვაჟა დარჩია, ჩემი კოლეგა დააკავეს, მათე ცენტერაძე დააკავეს, რომელიც ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი არის, იმის გამო, რომ აქ დააკრეს სტიკერი. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავი, არის საქართველოს სამართლების სახელმწიფოში ასეთი არ ხდება. ამიტომ ყველას მოუწოდებ აბსოლუტურად, ვინც დღეს ეკრანებთან არის, რომ გაბრაზდით და გამოდით, იმიტომ რომ ჩვენ დავილევით, ჩვენ ყველას თუ დაგვაკავებენ და უკვე თქვენ მოგაკითხავენ შემდგომ. ამიტომ ყველას გელოდებით გამოდით, დავასრულეთ ერთად ეს განუკითხაობა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი, როდესაც იქნება აქ, ისინი ვეღარ შეძლებენ ასეთ განუკითხაობას. კიდევ ერთხელ სოლიდარობა ყველას, აქ ვიდგები მანამ, სანამ არ გვეტყვიან, როდის გამოუშვებენ და სანამ არ გამოუშვებენ ანავენდეს, თუ არა გამოდის რომ თუ რაღაც ფურცლის დაკვირისთვის ასფალტზე იჭერენ ადამიანს, მაშინ თითოეული პატიოსანი ადამიანის ადგილი არის იქ კამერაში და არა აქ. ამიტომ მე აქ ვდგები და პრინციპული პოზიცია მაქვს, რომ ველოდები სანამ გამოუშვებენ დაკავებულებს. ძალიან დიდი მადლობა. აქციის მონაწილეები დაშლას არაპირებენ, აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრებით. რომ მოგვიყვეთ, რა მოხდა, რატომ მოხდა დაკავება აი აქციის ორგანიზატორების? როგორც ახსენეს, ხო გააკრეს სტიკერი
და ამავდროულად იყო რაღაც შეძახილები, პოლიციის მხრიდანაც იყო პოლიტიკური განცხადების გაკეთება, შორის იყო მაგალითად თქვენი ევროპა ესე აკეთებს და იქ რო გააკეთოთ. ერთ-ერთმა საერთოდ თქვა რომ მე საერთოდ ვამაყობ რომ მაგნიტსკის სიაში ვიქნებიო, არც კი იცის რა არის დარწმუნებული ვარ იქ სია. დაახლოებით დაკავებულია 8-10 ადამიანი და უბრალოდ საუბრის გამო დააკავეს ზოგიერთი, კიდევ არის დაკავებული ერთი ლაზი ბაბუა, რომელსაც არ გამოუტევებია აქციის არც ერთი დღე, უბრალოდ დროშაც იქნებდა, ამხნევებდა აქციის მონაწილეებს. ედავებიან რომ დროშა დაარტყეს, თუმცა ესე არ ყოფილა, შებოჭვის და შეჯახების დროს თვითონ მათიანმა მიკრა ისევ დროშას ხელი და ისევ პოლიციას მოხდა და ესეთი, არ ვიცი მე, სასაცილო რაღაცების გამო აკავებენ ადამიანებს. იმიტომ რომ აქ ვდგავართ, იმიტომ რომ აპროტესტებს, აი ამიტომ გვაკავებენ სინამდვილეში. იფიქრებენ, ქონიათ რომ ალბათ ეშინია ხალხს, თუმცა ხვალ უფრო მეტი გამოვა დარწმუნებული ვარ, აქაც და თბილისშიც. ძალიან დიდი მადლობა. ია, რო გითხრათ, მოკლედ, რატო დააკავეს აქციის წევრები? დაკავებამდე მინდა მოყვე აქციაზე ზოგადად მსვლელობის დროს მოხდა ასეთი ინციდენტი. ბატონი ვოვა შენგელია არის ბათუმის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც აქციის მსვლელობის დროს გოგოები იყვნენ, მიდიოდნენ და აგინებდა ამ გოგოებს. ანუ ქართული ოცნების მომხრია. ну ალბათ, ახლა მე კი არ ვიცი, მე დავადგინეთ რომ ვოვა შენგელია ყოფილა, მე მას მინდა მივმართო. ის რაც მან დღეს დაატრიალა, ამით თუ კმაყოფილია. არ ვიცი, მის ადამიანობაზე იყოს. მე უბრალოდ ჩვენ მქონდა რეაქცია. როგორ მარტო საცხოვრებელ სახლთან იყო ეს? ეს იყო ხო მიმდიდრე, ხო, ეს იყო და მე მივედით პოლიციასთან და ვთხოვეთ, რატო არ გაქვთ რეაგირებაო ამაზე რა. ადამიანი აგინებდა ახალგაზრდა გოგოებს სრულიად და მქონდა რეაქცია და მივმართეთ პოლიციას, რომ მქონდა რეაქცია. პასუხი იყო, იმდენი პოლიციელი იდგა ჩვენს გვერდით და პასუხი იყო, გამოიძახეთო 112. ბოჭი ვადგენდით პიროვნება, ვინ ხო არ ვიცოდეთ იმ მომენტში ვინ იყო, სულ არ ვიცოდით, ვიღაცა გვაგინებდა სრულიად უსამართლოდ და დავიწყეთ ამისი ძიება ვინ იყო და მე ამასობაში დავაგდით, უბრალოდ მე ამასობაში ეს უბედურება დაგვატილდა, თორე ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს როგორ გვაგინებდა და მართლა ვაპირებდი 112-ის გამოძახებას, უბრალოდ სანამ გამოვიძახებდი, ვცდილობდი ორი მტკიცებულება მქონოდა აქ მოსულზე, სწორედ ამათ წინაშე გვინდა გამოგვეძახა 112-ის პოლიცია და ვოვა შენგელიის წინააღმდეგ საქმე აღგვეძრა, იმიტომ რომ ასე ადამიანების გინება ხომ არ შეიძლება იყოს სამართლიანი პროცესი და ამასობაში არ გვაცალეს ეს ყველაფერი და უბრალოდ ციელასაც თუ აი მხოლოდ ეს პლაკატის პოსტერის დაკვრა თუ არ პრობლემა დავაკრავა აქ და მე მოყვა ციელას აყვანა და ამას მე სხვა ახალგაზრდების მიყოლას. ამ ეტაპზე იცით რა არის ეს უსამართლობის გზნობა, რაც არის ჩემთვის, აი ყველა პოლიცია ძალიან ბევრი პოლიციელს ვიცნობ ვინც აქ არის. მე პირადად ძალიან გული მტკივა რომ დღეს პოლიცია იმის ნაცვლად რომ ჩვენი დამცველი იყოს და ჩვენი ახალგაზრდების დამცველი იყოს, ამის ნაცვლად ხდება არა ჩვენი ახალგაზრდების მაგინებელი და სამართალ დამრღვევების დამკავებელი, არამედ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დამკავებელი. მადლობა. ელგუჯა, როგორ შეაფასებდით აი დღეს მიმდინარე მოვლენებს და აი აქ პოლიციის სამართლებთან განვითარებულ მოვლენებს? ნუ რუსული რეჟიმი მიდის დასასრულისკენ, აგონიაში არის ეს ადამიანები, დღეს ელემენტარული გაიფიცეს პლაკატის დაკრისთვის, ასფალტზე დაკრისთვის დაკავებულია დაახლოებით 10 ადამიანი. და პოლიციელები დღეს სამარცხვინოდ იქცევენ, პოლიციელი არ შეიძლება ეწოდოს, რომელიც იძახის, რომ თქვენი ევროპა აქციის მონაწილეებს ეწოდეთ, თქვენი ევროპა ესეთია, აი მაგნიტსკის სიაში თუ მოხვდები ვიამაყებ, მე რა რო ჩემი მინისტრი მაგნიტსკის სიაში, ასე რომ პოლიციის მაღალჩინოსანი ილაპარაკებს, პოლიციელი როგორ შეიძლება უწოდო, ხო? ჩვეულებრივი მოძალადე მილიციელები არიან, რომლებიც ახალგაზრდა გოგო ბიჭებს გამოხატვის თავისუფლებისათვის აკავებს დღეს. ამათი დასასრული მოსულია, ძალიან ცოტა დარჩა, ამიტომ მესმის ხალხო ტელევიზორებიდან ყურება და Facebook-ზე წერა და თქვენი გულისწყრომა, მაგრამ უნდა გამოვიდეთ ძალიან ბევრი გარეთ, რათა ნაკლები მსხვერპლი ყავდეს ამ მილიციელებს, ამ რუსულ რეჟიმს. ძალიან დიდი მადლობა. აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. მე მინდა გაჩვენოთ პლაკატი, რომლის გულისთვისაც აქციის 5 მონაწილე დააკავეთ. იფიცება საქართველოს 15 იანვარი 15 საათი. აი ამ პლაკატის გაკვირისთვის აჭარის პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს აქციის 5 მონაწილე.